დღეს როგორც მოვილაპარაკეთ თორნიკე საუბარი გვექნება 85 წლის ენგელსის პიკის ასვლაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს სპორტული კლუბის ეგიდით, ხელმძღვანელი იყო ლევიკ სარქისოვი, ძალიან ესეთი გამოჩენილი მთასვლელი, ქართველი მთასვლელი ესე ვიტყოდი მე, რომელიც ასევე ერთ-ერთი ევერესტელია, ნამყოფი ევერესტზე და რეკორდი აქვს თავისებური, იმიტომ რომ იყო იმ პერიოდში ყველაზე ასაკოვანი ევერესტელი, ანუ ევერესტზე ამსვლელებს შორის, რომელმაც ფაქტიურად ამ სპორტულმა კლუბმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ მთასვლელობას, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელმაც ამ სპორტული არმიის კლუბში ისაქნა ფეხი აიდგა, შემდეგ საკმაოდ ცნობილი და კარგი მთასვლელი გახდა. თუმცა სპორტული კლუბი ძალიან ხშირად კი არა ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირის პირველობაზე, იმაში არმიის კლუბებს შორის და იყო ძალიან ტიტულირებული გუნდი. ასევე ერთ-ერთი ესეთი ასვლა იყო სწორედ ენგელსის პიკი 85 წელი. ხა მსმენელებს მინდა შევახსენო, რომ აი სურათი, რომელიც თოკა შენი გვერდზე პირველი გადაცემა დევს, იმის ქვეშ დევს აი სურათი, სადაც აი 83-ის ექსპედიციის მონაწილეები ვარ და აი უკან ფონზე ეს ძალიან ესეთი შთამბეჭდავი მთა არის, ეგ არის ენგელსის პიკი, ეგ პამირის სამხრეთ-დასავლეთი პამირია, საკმაოდ კლიმატურად მკაცრი და ძნელად მისადგომი მთა არის. და თავარი და აღსანიშნავი გარდა იმისა, რომ ეს იყო ურთულესი მარშრუტი 6-იანი. 6-იანი იცით, რომ უმაღლესი სირთულის კატეგორია, გარდა იმისა, რომ 6-იანი მარშრუტი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმითი, რომ წინა წელს 90-ში ქართულ ალპინისტში კი არა, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ტრაგიკული წელი იყო, დაიღუპა 6 ჩვენი ახლო მეგობარი მთასვლელები, რომელმაც ფაქტიურად შეცვალა მომავალი ქართული მთასვლელობის და აი ეს იყო გარდამტეხი, იმიტომ რომ სწორედ აი იქ დაღუპული ირაკლი გელდიაშვილის მეგობრები და მოწაფე მოსწავლეები გადატეხეს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი ამ ტრაგედიის მერე და იყო ძალიან დიდი გამარჯვება ქართულ მთასვლელობაში. მე ხა არ ყოფილვარ მაგ ექსპედიციაში სამწუხაროდ, საერთოდ მე არც სპორტული არმიის კლუბებში არ მივლია, აგერ ჩემი უმცროსი ძმა დადიოდა დავითი იქა და ფაქტიურად შენ და დათომ ხართ მემატიანეები ამ სპორტული არმიის სპორტული კლუბის, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი ფრიდონ ჯოხაძეც ასევე, რომელიც მე წინა გადაცემაში ვახსენე, იმიტომ რომ ჩვენ გვერდ ექსპედიციებს, გვერდ ვიდექით იმ ექსპედიციებში და ნუ დანარჩენებს ეხლა დეტალებს, შემადგენლობას, იმ ხალხს, ვინც იქ ამ ექსპედიციაში და ამ ასვლაში მიიღო მონაწილეობა, აგერ ალავერს გადავალ დავითთან და დავითი და შენ, იმიტომ რომ შენც მონაწილე ხარ მაგ ექსპედიციის, შენ თოკიო, შენც ასული ხარ მაგთაზე და შენც გაქვს ეს ტიტული საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისა. სხვათა შორის სამივე კლასი გაიმარჯვა მაშინ საქართველოს სპორტულმა კლუბმა ლევა სარქისოვის ხელმძღვანელობით, ეს იყო კლდოვანი კლასი, ტექნიკური კლასი და სასიმაღლო კლასი, 3 ოქროს медали, ეს იყო უპრეცედენტო მაშინ საბჭოთა კავშირში, მოგეხსენებათ რუსებს ძალიან უჭირდათ ქართველებისთვის ოქროს გათმობა. ალბათ მე ვფიქრობ, რომ ბოლო-ბოლო უნდა ესე დეტალურად მოვყვეთ 84 წლის ექსპედიციაზე, უჯბის ტრაგედიაზე და ალბათ ბიზინა გუჯაბიძეს მხოლოდ ჩაერთვება და ეგ ძალიან ბევრი იყვნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ნაწილი მერე ჩამოვიდა, ნაწილი მანამდე იქ იყო, აი სამაშველო სამსახურში, სამაშველო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას და ფაქტიურად მაშინ მთელი თბილისი და მთელი საქართველო იქ იყო. მართლა ეხლა რომ ვიხსენებ, რომ წარმოუდგენელია, რამდენი ხალხი ჩამოვიდა მაშინ უბაზე, თავი რომ დავანებოთ, რაც სვანებმა გააკეთეს მაშინ.
ეს ხო და ცალკე სალაპარაკო ვერაფრით ვერ მოვასწრებთ ახლა მაგ დეტალების კარგი და სტუმარს გადავცემ ასე ვთქვათ მიკროფონს თორნიკეთა აბა თქვენი და ისურვებ წარმატებას და ბოლოს დაგემშვიდობებით ალბათ მოგესალმებით თორნიკე სალამი დავით დიდად არ შეცვლა კადრი ახლა ეს მე რომ უყურებ ხო შეიძლება თქვა მე ვარ გათო რა ეხლა რეზომ რაცა თქვა ორი სიტყვით მეც ვიტყვი იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო 85 წელი რა მართლა 84 წელს რატო არ დამეთანხმები ალბათ შენც ეგრე იყავი მე მეგონა საერთოდ რომ ყველაფერი დამთავრდა რა და საქართველოს ყოველ შემთხვევაში ეს პირველი ხანები რაც აი ეს მოხდა ეს 84 წლის თებერვალში თისკენ გახედვა აღარ მინდოდა და საერთოდ მეგონა რომ ეს ყველაფერი ეს ისტორია მორჩა და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო 85 წელი და ზაფხული რომ მოვიდა ლოვა სარკისოვმა ფაქტიურად ეს დაგდებული დროშა აიღო და ძალიან მაღლა ასწია და ჩვენ თუყადას მოგცა საშუალება იმისი რომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმაც გადაგვეტეხა რაღაცნაირად გულიც მოგბრუნებოდა იმედი არ ვიცი აი გააცოცხლა რა ფაქტურად თავის წყალი ჩაასხა ამას ყველაფერს და მართლა უნიკალური წელი ძალიან ივაშკაცა ლევამ მაშინ იმიტომ რომ ესე იგი სამივე კლასში ოქრო მოიგო ამიერკავკასიის გუნდმა ჩემპიონატში მართლა უნიკალური შემთხვევა იყო და მე ვიცი მე ბედნიერი ვარ რომ ამაში მონაწილეობა მივიღე რომ ლოვა გავიცანი საერთოდ მე ვთვლი რომ ალბათ ერთ-ერთი ჩვენი ახლო მეგობარია უფროსი მეგობარია ლოვაზე ცალკე ალბათ აი ეხლავე კიდევ ვილაპარაკო და თემას ესე დავარქვათ რა 85 წლის ექსპედიცია აი ამ სკას ექსპედიცია რომელშიც მე ერთად ვიყავით აი ამ სხვათა შორის ეხლა უნდა გითხრათ გამოგვიტყვეთ რომ ჩემი მეხსიერება რაღაც ისეთია დურშლაკივით არის რა ბევრი რამე არ მახსოვს დეტალები და ამ შემთხვევაში დათო არის უნიკალური კაცი ისეთი დეტალები ისეთ რამებს მახსენებს ხოლმე ხანდახან რომ აი მე დავდივარ მიკვირს რა როგორ შეინახა როგორ შეინარჩუნა და ამდენად ძალიან კარგია რომ შენ დღეს აქ და ერთად გავიხსენებთ ამას ყველაფერს ვიცი რა ცოტა მოყევი ესე იგი ჩვენ პამირში ერთად წავედით მაგრამ მანამდე კიდე ორი კლასი მოიგო იმან რა ქვია ლოვას ექსპედიციამ და ერთ-ერთი შემონაწილეობდი და იქნება ეს წინა პერიოდი თქვა აი ჩვენი სკაში მოხდა თორნიკე თუ გახსოვთ 84 წელსივე მოხდა ზაფხულში თუ გახსოვთ კლუბში ვიჯექით მაშინ სარგის საიშვილი იყო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონო სარგის ხო და კლუბის დარბაზში ვიჯექით მახსოვს საერთო დარბაზში და ვეკითხებოდა რასაპირებთ ბიჭებო და მახსოვს ჩვენ უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით ლოვასთან ლოვას ჩვენ თხოვეთ ლოვას რომ აი ჩვენ დავჭით ისე გუნდი აღარ არის ჩვენი და თუ წაგვიყო ან ლოვამ დიდი სიხარულით გაგვიღო კარი და 84 წელს უკვე გავაკეთე დაშლები მაგრამ ისეთი უმნიშვნელო ჩვენ რაღაც პატარები ვიყავით მაშინ ასაკით ხოხრაუჟმა გავაკეთეთ მახსოვს და ამირში გავაკეთეთ მარქსისტიკი ჩაულებრივი ასლები დიდი არაფერი მაგრამ თავარია აი ამ სკაში ლოვა მოგცა სრული კანგვაში აი იარეთ სადაც გინდათ ოღონდ იარეთ ხო და აი 85 ერავითი უკვე ჩაგეჭრა ისე რა ქვია სწორედ იმის წინ ვილაპარაკეთ რაც გავედით ეთერში და რაღაცა მამასავით იყო მაშინ და მეგონა რომ ეს კაცი რა ბებერია თქო უკვე მაშინ მეგონა რაღაცა ღრმად მოხუცებული და არა და ეხა შეგამოხდა 40 წლის იყო რა 40 წლის იყო და 85 წელში ჩვენც იყო დამხმარე ჯგუფი ვიყავით მაგ ძირითადი ჯგუფის და მახსოვს უჯბაზე მიშლევის მარშრუტზე განაცხადი გააკეთა მაგ გუნდმა საბჭოთა კავშირის პირველობაზე არმიის პირველობაზე და მე და ბიძინას მახსოვს შემოგთავაზა მოიერიშე ჯგუფში წასვლა როგორ იყო იცი აი ისტერიკა არა მაგრამ აი გაოცებული და ბიჭო რამე ხო არ ეშლება ვიძახით მე და ბიძინა რამე ხო მაგ კედელზე ჩვენი წასვლა და უფლება ხო გაგდგა და მაშინ მე და ბიძინა მოხდით უჯბის ექციანზე მიშლეებზე მე ჩამოვედით იქიდან იქაც პერიპეტიებს ცუდი ამინდებში ვიარეთ ივნისის თვე იყო მახსოვს და
მე რო ჩამოვედით, ბიძინა ვეღარ წამოვიდა პამირში რაღაც ოჯახური პირობების გამო და მახსოვს მე და შენ მოვხვდით პამირში. და ჩვენ ვიყავით 83-ში სამხრეთის მხრიდან და ეხლა მოვხვდით ჩრდილოეთის მხრიდან თუ გახსოვს. შაბოის ხეობაში იგივე ინგლისის პიკი არის ოღონდ მეორე მხრიდან გადაღებული 83-ში. და მახსოვს განაცხადი გავაკეთეთ ბუდანოვის ჩვენ რა გააკეთა ჩვენმა გუნდმა ბუდანოვის ცნობილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ეს მარშრუტი წინაწლების მარშრუტზე აი ბიჭო მახსოვს ბედაშო ლაპარაკობდით რა უნდა ამას ჩვენგან სად მივყევა ხო და არა სპორტაშორის საოცარი უნარი აქვს რომ აი რაღაცნაირად საკუთარი წმენა აღუაგ და უნარი აქვს რომ ჩაგიდოს ეს საკუთარი თავის წმენა და თავდაჯერება და აი ამ მართლა მწვრთნელი და გუნდის ორგანიზატორია. ხო, გუნდის ჯიგარი იყო ყოველთვის, ლევა. Ничего, ребята, мы это пройдем, როგორ მახსოვს და ჩვენთან ერთად თუ გახსოვს გააკეთა ამ კედელზე განაცხადი ურალის სამხედრო ოლქის გუნდმა. კი. იქ იყო ეგეთი პრობლემა, რომ პირველი მინ გავიდოდა ამ მარშრუტზე და ну კენჭისყრა მოხდა თუ რაღაც ავიორეშკა აგნის თუ არ მახსოვს და ჩვენ მოგვიწია პირველებს სასაკვირველია. წინ წასვლა. ხო, პირველები გავედით ჩვენ მარშრუტი 2 დღე უნდა ყოფილიყო სხვაობა. და ეს ასვლა იყო პერიპეტიების თავში იყო ეს ასვლა რაღაც. ისეთი ცუდი ამბავი მოხდა მაშინ თუ გახსოვს. მეორე ღამის თევის დროს რაც ის გამოგჩეს რომ ეს ურალელი ერთ-ერთი მონაწილე გვარიც მახსოვს საშა პარადნოვი ну გავხდა ცუდად. რო შესწავლა და დავეშვათო რა ქვემოთე რა. ძალიან იკაცია სპარტაშიო მაგისტრის უკან მობილება ტრაგედია იყო მაგრამ აი გადააბიჯა ამას ყველაფერს და უთხრა რომ ჩავიყვანოთ ერთადო რა. აუცილებელი კანონია ნუ კაცურად მოიქცა როგორც უნდა მოქცეულიყო ყველა. მოქცეულიყო. და იქ კაპიტანმა გუნდის კაპიტანმა უთხრა რომ არაო რას ლაპარაკობ აქედან დავეშვებითო ჩვენ ეხლა რაღაცო თან ის მონაკვეთი გავლილი ქონდა ჩვენს და იმათაც ყველაზე რთული პირველ ნაწილში გახსოვს ეს კედელი რამოდენიმე ბატონი შედგება ეს კედელი და ესე უთხრა ჩირის ვირშინი გულ პაიძომო რა ჩირის ვირშინი ხო იქით ხარისხი ჩავსულიყავ ხო იმაზე აი ზუგონდის ხარ კედელს ზუგონდის ხარისხი ჩავსულიყავით და ჩვენ ვიყავით 80 ხო გახსოვდა აი ეს დაიწყო მაშინ მთელი 10 დღე ვეკიდეთ იმ კედელზე აი ესე თოკებს ჭიმავდით რაღაც ნაწილი ამ საწყალს აფშევდა ზემოთ და მე 10 დღეს გავედით სწორვალზე თუ გახსოვს როგორ მახსოვს და მე დავეშვით მეორე მხარეს იქით ამ მხარეს დავეშვით ხო სხვათაშორის ძალიან საინტერესო ამინდებით ისეთ ამასაც გაიხსენებ ალბათ ესე იგი მართლა ინტერნაციონალური გუნდი გააკეთა ლევა მაშინ რა რაც თავია თითო ხო იყო ჩვენთან ერთად ეს ძალიან დიდი იმედი იყო ორი სომეხი იყო ჩვენი მეგობარი გრიშა და ჰაიკა და ფრიდონ ჯოხაძე იყო ფრიდონ ჯოხაძე მე შენ და ჯარისკაცი აუცილებელი იყო ჯარისკაცის ყოფნა გუნდში იმიტომ რომ რაღაც ფულებს მატებდა რაღაც ფულელური ჰქონდა და ჯარის ტექნოლოგია და იყო ოდესელი ბიჭი იყო ვალერა როზენბერგი კიდე მე მაზერა რა კარგად გახსოვს სხვათა შორის ესეთ მართლა ცუდ დარში და იმაში მოვყევით და ღამე დაიხა ჩვენი კარავი და ფაქტურად კარავი არ იყო ეს რაღაც დაფლეთები გვეფარა რა და დილას რო გავიღვიძე ესე იგი გავიღვიძე რა ესე მეძინე ძილგვიძილში ვიყავი და დილას რო შევხედე ესე იგი იმაზე რა ქვია ცის თების ფონზე ლოვას პროფილი იყო ესეთი დიდი ცხვირით რა ახასიათო ცხვირია ქართულ სომხური და ესე ქონდა ჩამოფარებული ხურთუმივით იმისი რა ქვია კარვის ნაგრეჯი და როსულ ხავდა ესე იგი რამე თუ გამაცინებდა იმ ყინვაში და უბედურებაში ძვირს გადავჭი იმდენი ვიცინე მოკლედ ეგ იყო და კიდე ერთი დეტალი მინდა მოყვე რაღაცა მომენტში გრიშა ჩვენი სომეხი თანაგუნდელი ცუდად გახდა გახსოვს ძლივს
მოდიოდა რა ისიც იყო ლაპარაკი რომ არ ვიცი გააგრძელებს არ გააგრძელებს და თავს გადაძლია და მოყვებოდა და ლევა მაშინ დაშალა ჩვენი წყვილები ჰაიკა კარგი მცოცავი იყო და მითხრა რომ შენ გაყევიო ჰაიკასო წინო ჩვენო გრიშას მოვეხმარებითო და წავედით ახლა წინ მე და ჰაიკა ვამუშავებთ ამ გზას და მაშინ ისეთი მომენტი იყო ხან ჰაიკა მიდიოდა ხან მე რაღაცა მომენტში გავიჭედე ხა შენს კარგად მოგახსენება ცოცვა არ იყო ჩემი ძლიერი მხარე რა ტანკივით კი მივიდიოდი ხოლმე მაგრამ ცოცვას რა და რაღაც ერთ თულადგილას რო გავიჭედე იმისგან გამწარებისგან ეს მოკლე თოკი მოვჭიბე და ისეთი რამე გავაკეთე არ ითქმის მაშინ არ შეიძლება უწესობაა ესე იგი მაიატნიკით ესე თოკით გადავხდი გადავქანდი და გადავედი მეორე მხარეს და როგორ კარგად გავხსენე ჰაიკა ამოძრა ეს თვალები ამოვიდა და უცბად მეუბნება რომ თორნიკჯან რაზვე так можно რასი так მალა მოკლედ გავიარეთ ეს მარშრუტი რა გავიარეთ და გავიცი კიდევ ხო ახლა გოგოამიმზე ლევას ზუჩანთაში როგორც ხო ისეთი გამოსილკაც ჩანთაში ედო მუმიოს რამოდენიმე შეკვრა აი მუმიო წამალი მუმიო და მახსოვს ბოლოს 3 დღე მახსოვს იმას სვამდით წყალს ვიდუღებდა ვიხსნიდა მუმიოს და იმას სვამდით თუ გახსოვთ რავნიკე როგორ არ მაგ სხვათა შორის ესე იგი ლოვა რო იყო მარშრუტზე ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა რა იმიტომ რომ ლოვა კედელი კი ესე იგი წინ არ უმუშავია ხა ხანში იყო შესული ჩვენ უფრო ჟანზე ვიყავით მაგრამ ისე გაანაწილა ყველაფერი და ისე ჩვენურად დაგეგმდა ისე რაღაცნაირად გვამხნევებდა რომ არ ვიცი ეგ რო არ ყოფილიყო ალბათ შეიძლება ვერც გაგვიარა რა რასაკვირველია გამოჩდილი იყო სუიძახდა რიბატა ნიბოიჭის ბიჭებო ნუგეშინიათ ბიჭებო ამაშენ გავივით ბიჭებო ნუგეშინიათ დასთავარი აი ლევა პატრონობდა იმ თუდად რო იყო ის ბიჭი საშა პარადნოს ლევა პატრონობდა იმას რა ღამე იმასთან იწვა კარავში იმასთან ერთად იყო ის ხელმძღვანელობდა მის ევაკუაციას ზემო და ასე შემდეგ რა ნუ ყველაფერი იყო ლევა იმასვლაზე არა ძალიან ისეთი პროფესიონალია რა ვიცი მე გამორჩეული მე მგონი სოფლიო დონის დასვლელია და სხვათა შორის წინა გადაცემაზე რეზომ გაიხსენა რომა გიუტაშვილი რომა პირველი ქართველი რომელიც ავიდა ევერესტზე და მე ვფიქრობ რომ ლოვა არის აი რომას კატეგორიის და დონის დასვლელი ასევე იმიტომ რომ როგორც ყველა მთასვლელის ლოვას ოცნებაც იყო ევერესტზე მოხვედრა და ევერესტზე ასვლა და ისე მოუწია ამ საბჭოთა კავშირის და პერიოდმა რომ უკვე ძალიან ხნიერი იყო როდესაც მოახერხა ევერესტის იმაში მონაწილეობა და 60 წლის და რაღაც დღეების იყო რა 60 წლის და რაღაც დღეების იყო და ავიდა მწვერვალზე და მაშინ იყო რაღაცა პერიოდი უხუცესი მსოფლიოში უხუცესი მთასვლელი რომელიც მოკლედ აი ესეთი კაცი არსებობს ცხოვრობს ჩვენთან კი აქვს სომხური სახელი და გვარი მაგრამ ნამდვილად ქართველი მთასვლელია ლევა სარკისოვი ჩვენი მეგობარი უფროსი ჩვენი მწვრთნელი ისე ცნობისთვის თორნიკე ლევას აქვს ქართულ მთასვლელებში ყველაზე მეტი გაკეთებული 5-იანი და 6-იანი 5-იანი და 6-იანი ხო არა უნიკალური კაცია რა უნიკალური კაცია კაი კაცია თავარი ჩვენი მეგობარია რა უფროსი მეგობარი ჩვენი რა გადასარევი პიროვნებაა თვითონ რა და რა რო ჩავედით მე უკვე საბაზო ბანაკში და 15 გუნდი იყო შერეგულირების პირველობაზე და საჭთა კოლეგია რო შეიკრიბა წარმოიდგინე კლუბ კლასში ქართველებს ქართული სკა კლუბი ასოცირდებოდა ქართველებთან ხო იმიტომ თბილისში იყო და საერთოდ ქართული ასოცირდებოდა და კლუბ კლასში ოქრო ორივე ხელი აწიეს და ოქრო მოგვანიჭეს ტექნიკურ კლასში ოქრო მოგვანიჭეს და სტარლიჩანოვი იყო თუ გახსოვს ამ შერეგულ ძალების მთავარი მწვრთნელი პოლკოვნიკი იყო რაღაც ნაჩანის შტაბა იყო რაღაც უბედური ნაწილის რაღაც რაკეტჩიკი იყო საერთოდ რა ხო და მე ხო და ლევას ეუნება მახსოვს აი კარავში ვზივართ ჩვენ გულშემატკივრობ ჩვენი გუნდია და ისაო რა ქვია აქ რომ მესამე ოქრო მოგცეთო მეო მოსკოვშიო თავს მომაჭრია
ლევა გუცხა შამსარი მე მოგაჭრე აქ თავდა მოსკოვში ვეღარ ჩახვალ ყველანაირ გეკუთვნოდა ნუ ბოლოს ინამუსე ლოვა მაგრაიომა ხო მაგრაიომა მაშინ ესე იგი ეს ეხლა შეიძლება უყურს ჩვენ სვენელს რა არის საომარი მაგრამ ფეხბურთი რო ფეხბურთია და 80,000 კაცის თვალწინ ხდება მაშინ ახერხებდნენ რაღაცა მაიმუნობას და არ მოგაგებინებდნენ და წარმოიდგინეთ ეს თაში სიარული რომელიც ძალიან სუბიექტური ის არის გასარჩევი იქ რა ხდებოდა და იმდენად ესე იგი 2 და 3 თავით მაგარი უნდა ყოფილიყავი და მაგარი მარშრუტი გაგეკეთებინა რომ არ ყოფილიყო არაფერი და ზუსტად ეგრე მოხდა მაგრამ მიუხედავად ამისა საომარი იყო და მოახერხა მაშინ ლოვამეს ყველაფერი და არ ვიცი აი მართლა ეს სამი ოქრო ესეთი გარდამტეხი მომენტი იყო 85 წლის მერე ფაქტიურად გული მოუბრუნა არა მარტო ჩვენ ჩვენ თაობას ჩვენ საზოგადოებას დასრულობისკენ რა კი თორნიკე მართალი ხარ ესე არის